მაშინ როცა ბებერი ფოთლები ჰაერში უჩვეულო კაბარეს მართავენ და გარემოს ყვითელი ფერი ედება, სკოლა აკადემოსის ფანჯრებზე შემოდგომის კაკუნის ხმა ისმის. ეს დაწყებითი კლასებისა და ბაღის აღსაზრდელთა თვალით დანახული ოქროსფერი შემოდგომაა. ფერთა საოცარი შეხამება, ხმელი ფოთლებისგან შექმნილი ორიგინალური ჰერბარიუმები და რა თქმა უნდა პოზიტიური გარემო. დღეს სკოლა აკადემოსის ულამაზესმა ეზომ შემოდგომასა და მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა. ძალიან საინტერესო და ძალიან სახალისო ხოლმე ესეთი დღეების გამართვა სკოლაში, გაკვეთილების მიღმა, რომ ბავშვებს უფრო უხაროდეთ სკოლაში მოსვლა ხოლმე. ფერადი ბუშტები, ულამაზესი ყვავილები და რა თქმა უნდა მწიფე ბროწეული, რომელიც მოსწავლეებმა სიამოვნებით დააგემოვნეს. ლამაზად მორთული და სხვადასხვა ხილით დამშვენებული მაგიდა მოსწავლეებს მისკენ ოდნავ მოგვიანებით მოუხმობს. ყურძენი და დაშაქრული ბროწეული სკოლის ეზოს შემოდგომის ნობათია. საგულდაგულოდ მოვლილი ვენახი მოსწავლეებს ყოველწლიურად მწიფე მტევნებით აჯილდოვებს. ბადაგით სწორედ ამ ყურძნის წვენისგან მზადდება და თათარობასაც განსაკუთრებული ხიბლი აქვს. გადავწყვიტეთ აი ესეთი პატარა შეკრება მოგვეწყო სკოლის ეზოში და ანუ თითოეული ბავშვის წვლილი არის ამ შემოდგომის დღესასწაულზე. დაინახავთ აქედან ხატები არის გამოფენილი, ფელამუშში მზადდება ბავშვებიც, რა თქმა უნდა, მონაწილეობენ, უფროსებიც. რაც მთავარია და კარგია ის არის, რომ ჩვენი ეზოს ხილია, აბსოლუტურად ყველაფერი. მანამ სანამ პატარები მაგიდას მიუსხდებიან და მათთვის საგულდაგულოდ შერჩეულ ტკბილეულს შეექცევიან, დღის ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიამოვნო პროცესის დრო დგება. ეს სკოლის ტრადიციად ქცეული თათარაობაა, რომელსაც ჩურჩხელების გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია. მოსწავლეებმა ტკბილ ბადაგში ნიგოზის აცმა საკუთარი ხელებით ამოავლეს და შედეგით აღფრთოვანებულები დარჩნენ. ოდნავ მოგვიანებით კი მათთვის საგანგებოდ გაშლილ სუფრას მიუსხდნენ და გემრიელი ფელამუშიც დააგემოვნეს. გიყვარს ჩურჩხელა? კი, მაგრამ გემრიელია. და ამიტომ გიყვარს? კარგად გამოიყურება, ძალიან კარგი. ფელამუში გემრიელია? ძალიან? პოზიტიური განწყობა იგრძნობოდა აღმზრდელ პედაგოგებში, რომლებმაც სკოლის ეზოში მოწეული ხილი მოსწავლეებთან ერთად დააგემოვნეს და სასიამოვნო შთაბეჭდილებების შესახებაც გულწრფელად ისაუბრეს. არაჩვეულებრივი ნამუშევრებია შემოდგომასთან დაკავშირებული, აი ბავშვების შემოქმედებითი უნარები კარგად გამოვლინდა, ძალიან საინტერესოა. მათი ნამუშევრები ლამაზია, ამობავლეთ ჩურჩხელები და სასიამოვნო რომ ყოველწლიური სახე აქვს. აი ამ ასეთ ღონისძიებას ჩვენ სკოლაში და ყველას ვილოცავ შემოდგომას. ძალიან მხიარული და საინტერესო დღე გვაქვს აკადემოსში, ბავშვებმა სკოლის აღსაზრდელმა მოკრიფეს თვით ეზოში მოსული ყურძენი, გავაკეთეთ ფელამუში, თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები და ძალიან კარგად და მხიარულად ხვდებიან შემოდგომას. შემოდგომა ერთ-ერთი გამორჩეული სეზონია წელიწადის დროებს შორის, მარაგიანი, ფერადი, ლამაზი და ესეთი ფერადი და ლამაზი დღე მოვაწყოთ დღეს აკადემოსში, გავახარეთ ბავშვები, გავერთეთ ჩვენც მასწავლებლებიც. მოსწავლეები და მათი პედაგოგები კმაყოფილი არიან. სკოლა ბედნიერია. თათარაობა 2021 დასრულდა. მალე ოქროსფერი შემოდგომაც მიილევა, თუმცა დღევანდელი დღის დადებითი ემოციები დიდხანს გაჰყვებათ.